ვეფხისტ აოსანზე უფრო ღირებული ნაწარმოები და რუსთველზე უფრო დიდი ქართველი შეიძლება ძნელად მოიძებნოს. მეტიც ვეფხისტ აოსანს ყველა ქართველი თulis ჩვენი ერის სულის ეთნოფსიქოლოგიის ენციკლოპედიად და ყველაზე დიდ სავიზიტო ბარათად ქართული ლიტერატურისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები არის რუსთველის პიროვნებასთან დაკავშირებით. ვინ იყო ის? ვინ არის რუსთველი? უამრავი ვარაუდი გამოთქმულა, უამრავი კვლევა და მეცნიერული ანალიზია ჩატარებული თითქოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თქვა ამ ადამიანის ბიოგრაფიის შესწავლაში ყველა თაობას ბოლო 200 წელია წინ გვიდგება, ეს არის მისი სახელი შოთა. დღევანდელ ნებისმიერი ქართველი დარწმუნებულია, რომ რუსთველს ერქვა მე-12 საუკუნეში შოთა და ამიტომაც ამ სახელის მქონე პიროვნებებს იმ პერიოდის სხვა მოღვაწეთა შორის ვეძებთ ეს შოთა ართავაჯოზეს და ვეძებთ თუ მეჭურჭლა თუ ხოცეს შოთა კუბს, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. უნდა გავარკვევთ, საიდან და როგორ ვიცი და გავიგეთ, რომ შეიძლება რუსთველს კმაოდა შოთა. მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა ესეთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ქუთაისის მიტროპოლიტი იყო ერთხანს, შემდგომში ანტონ მეორესთან ქართლ-კახეთის კათოლიკოს პატრიარქთან ქართლის მთავარეპისკოპოსი იყო და ის დიდი მოგზაური პიროვნება გახდათ, იმყოფებოდა რამდენჯერმე ელჩობით რუსეთში და ამავდროულად ანტონისა და ჰერეკლეს თხოვნით 1755-59 წლებში მან იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიაში, მოიარა ათონი, მთელი საბერძნეთი, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია და რა თქმა უნდა იყო იერუსალიმში. ტიმოთე გაბაშვილი, ისევე როგორც ანტონ კათოლიკოსი, ბევრ ძველ ქართველ მოღვაწეს ალმაცერად უყურებდნენ დიდად. არ უყვარდათ, პატივს არ სცემდნენ. ნათელ მაგალითს მოვიტყვან იგივე თქვა პეტრე იბერს, პეტრე იბერის საეკლესიო კანონიდან მაშინ იყო იქნა ანტონის მიერ ამოღებული და ასევე იყვნენ რუსთველთან მიმართაც. ერთ-ერთ მელექსეთ თვლიდნენ და ანუ მაინც და მაინც არ გამოირჩეოდნენ რუსთველის მიმართ დიდი მოწიწებით, პატივისცემით და მისი ბიოგრაფიის შესწავლის სურვილით. და სამწუხაროდ სწორედ ესეთმა ადამიანმა ჩამოიტანა ის საინტერესო მოღვაწე იყო ტიმოთე გაბაშვილი, მაგრამ არ უყვარდა რუსთველი. და მან, როდესაც მოგზაურობა დაამთავრა, თავის მიმოსვლაში დაწერა, რომ იმ მელექსეს, რუსთველს, როგორც მე დავადგინე, შოთა რქმევიაო. იმიტომ რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის წარწერა, სადაც რომელიც წარწერიდანაც ჩანს, რომ მისი სახელი ყოფილა შოთაო. მან ეს სხვათა შორის დაწერა. ტიმოთე გაბაშვილის როგორც კვლევარის მეცნიერის მიმართ ზოგადად დობის ხარისხი მაღალი იყო. ამიტომაც საზოგადოებამ ირწმუნა, რომ მართლაც რახანის თulis რომ რუსთველს ერქვა შოთა, შესაძლოა რქმეოდა შოთა. მაგრამ არ გადაუმოწმები არავის თუ რა დოკუმენტზე დაფუძნებით ამტკიცებდა ის ამას. და მხოლოდ 1960 წელს, როდესაც ირაკლი აბაშიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ექსპედიცია, სამეცნიერო ექსპედიცია რუსთველის ფრესკის აღმოჩენის მიზნით, აღმოჩნდა ასეთი რა. დეტალებს ექსპედიციისას არ მოგითხრობთ, ყველა ვიცით, ხო? გამოსახულია დიდი კომპოზიცია, ერთ ადგილას არის იოანე დამასკელი, ეს არის ვეფხისტ ყაოსნის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის ერთ-ერთი გამსაზღველი დიდი წმინდანი. მეორე ადგილას არის მაქსიმე აღსარებელი, ნებისმიერი რუსთველოლოგი მიხვდებოდა, რომ მაქსიმე აღსარებელი და იოანე დამასკელი ეს ორი უდიდესი წმინდანი არის სწორედ ვეფხისტ ყაოსნის ავტორის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებლები და სულიერი მასწავლებლები და შთამაგონებლები და მათ ფერხთით მოდრეკილი გამოსახული არის მხნიერი ხანდაზმული კაცი, ძოწის სამოსით შემოსილი, რომელსაც აწერია რუსთველი. მაგრამ სულ სხვაგან, აი მოშორებით კუთხეში არის ესეთი წარწერა. წარწერა ამ კომპოზიციის ავტორის. ანუ სადაც ერთად გამოსახულია რუსთველი და მისი შთამაგონებელი იოანე დამასკელი და მაქსიმე აღსარებელი. ამის დამხატავსა შოთას, შემინდებ ღმერთო. შოთა ამ წარწერის მიხედვით არის მხოლოდ და მხოლოდ ფრესკის კომპოზიციის ავტორის სახელი. აქ რა თქმა უნდა,
ისმის კითხვა რა შემთხვევაში შეიძლება იყოს შოთა რუსტველი და ერთადერთი იმ შემთხვევაში თუ თავად ახატა თავისი პორტრეტი რაც რა თქმა უნდა პრაქტიკულად წარმოუდგენელია მე-13 და მე-12 საუკუნის ქართველთა თავდაბლობის ქართულ მოღვაწეთა თავდაბლობის მონასტრის ასე ვთქვათ ტიპიკონის გათვალისწინებით მაგრამ უცნაური და მთავარი ის არის რომ ეს ფრესკა გამორიცხულია იყოს მე-12-მე-13 საუკუნეში. იმიტომ რომ 1870 წელს ეგვიპტემ დაიპყრო ასე ვთქვათ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, სიკვდილით დასაჯეს ლუკა იერუსალიმელი და დაახლოებით 39 წლის განმავლობაში ჯვრის მონასტერი მეჩეთად იყო გადაქცეული. როგორც წესია და მით უმეტეს იმ დროინდელ მეჩეთებში და მის დასტური საქართველოში გვაქვს ალავერდის ტაძარი, რომელიც მეჩეთად იყო გადაქცეული რაღაც პერიოდი და ყველა ფრესკა იქ მოხსნილია, ან თქვა მესხეთში შეგვიძლია ასეთი რამ ნახოთ, რა თქმა უნდა, იქ ყველა არსებული ძველი ფრესკა განადგურდა. მე-16 საუკუნეში კახეთის მეფეებმა დაიწყეს ზრუნვა ჯვრის მონასტრის, ასე ვთქვათ, აღდგენაზე და ჯვრის მონასტერი 1209 წელს ეგვიპტის სულთანმა დაუბრუნა საქართველოს იმ დროინდელ მეფეს დავით მერვეს. ჩვენი ტრადიცია ამას გიორგი ბრწყინვალეს მიაწერს, მაგრამ სინამდვილეში როგორც საბუთიდან 1999 წელს გამოცემული სიგელიდან ირკვევა ეგვიპტიდან მოსულით, მას გიორგი ბრწყინვალის ძმისთვის უფროსი ძმისთვის დაუბრუნებიათ ეგვიპტელებს. ამის შემდეგ რა თქმა უნდა იქ არავით არის ესეთი სერიოზული აღდგენის სამუშაო არ ჩატარებულა მე-17 საუკუნემდე. მე-17 საუკუნეში დიდმა სამეგრელოს თავარმა იმერეთის მეფის ტიტულის მქონე ლევან მეორე დადიანმა თავისი ვეზირი, პირველი ვეზირი ბაატა წულუკიძე, წუწკა წოდებული შემდგომში კათოლიკოსი დასავლეთ საქართველოში გაგზავნა იერუსალიმში და სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა მოხატვა ისტორიული ქართველი პერსონაჟების სახეებით და ასევე ვთქვათ სხვა დიდი სასულიერო მოღვაწეების პორტრეტებით, ფრესკებით იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა. სწორედ ამ პერიოდში არის აქ გაკეთებული ეს კომპოზიცია, არაფერი გასაკვირი არ არის. ზუსტად ამ პერიოდში ხდება ჩვენ გვაქვს შემონახული პარალელურად საქართველოს შესრულებული ვეფხისტ ყაოსნის პირველი ილუსტრაციები და ილუსტრირებული ვთქვათ წიგნის შექმნა და რუსთველის პირველი ყველაზე ძველი დღემდე შემორჩენილი პორტრეტი შექმნა. ეს არის მამუკა თავაქალაშვილი და იგივე დამკვეთი ყავს ხოთაშორის მამუკა თავაქალაშვილს ლევან მეორე დადიანი. ზუსტად იგივე წლებში 1648 წელს ხდება ესეც. რაც ხდება იერუსალიმში იგივე ლევან დადიანის დაკვეთით ოღონდ პაატა წულუკიძის მიერ. და სწორედ იმ პერიოდის მამუკა თავაქალაშვილი არ ჩასულა იერუსალიმში, ვიცით, ანუ სხვა ვიღაც მხატვარი იმყოფებოდა. კონკრეტული მხატვრის შოთას სახელია სწორედ ის იმ სახელის შოთა, რომელიც გამოსახულია და აღბეჭდილია ამ ფრესკებთან. რუსთველზე ერთადერთი ვიცით, აი ამ ფრესკიდან გამომდინარე, რომ ის არის ძოცით შემოსული და შეიძლება ეკუთვნოდეს ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს და რომ მას უწოდებდნენ რუსთველს. და რომ ის არის ერისკაცი წარმოშობით, იმიტომ რუსთველი იყო რუსთავის ეპისკოპოსთა ტიტული და ერთადერთი პიროვნება მთელ საქართველოს ისტორიაში, რომელიც გამოსახულია როგორც თავაქალაშვილის, ასე ვთქვათ, ნახატებში, ასევე იერუსალიმში ერისკაცის სამოსით, მაგრამ აწერია რუსთველი, ეს არის სწორედ ვეფხისტ ყაოსნის ავტორი. და გადმოცემითაც ვიცით. შესაბამისად, თუ 400 წელი არ იცოცხლა რუსთველმა და მე 400 წლის თავზე მე-12-მე-13 საუკუნეში მოღვაწე კაცმა მე-17 საუკუნეში თავისთავად არ ნახატა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ მას რქმეოდა სახელი შოთა, ვინაიდან იქ წერია, რომ შოთა არის კომპოზიციის ავტორის კონკრეტული მხატვრის სახელი და არა ფრესკაზე გამოხატული პიროვნების. მაგრამ იმდენად დიდი იყო საქართველოში სურვილი იმისა, რომ ვცოდნოს და სახელი ჩვენი ეროვნულობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამსაზღვრელი კაცის, როგორც იყო ვეფხისტ ყაოსნის ავტორი, რუსთველი, ჩვენმა ერმა აიტაცა მე-18 საუკუნის 50-იან წლებში. შოთა სახელი, რომ რუსთველს ქმევია თურმე შოთა და აქედან 200 წლის თავზე, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს სხვა პიროვნების სახელია, მითი გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ისტორიული რეალობა და დღემდე ჩვენ რუსთველს ვეძახით შოთა რუსთველს, რაც სინამდვილეში ძალზედ საეჭვოა და
უფრო მეტად შეცდომისკენ გვიბიძგებს თქვა ამ ადამიანის პიროვნების კვლევისას, ვიდრე ვაყენებს სწორ გზაზე. ჩვენ აღმოსაჩენი გვაქვს